ნახე რა. ო, საწყობის თავი. ეხლა მოვედით კანადაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სეილზე. აქ არის ეს ტელაუდერი, მაკი, ტომ ფორდი და სხვადასხვა ცნობილი ბრენდები და ერთად დავთვალიერებთ, გადავიღებ რა ფასები აქვს და განახეთ აუცილებლად. ეს მაკის ლიფსტიკები ღირს $30 მოკლედ ყველა. აქ არის კოდები და ნომრები. და ტესტერები აქვს კიდე, რომელიც შეგვიძლია რომ ხელზე სადო. ძალიან ბევრი ხალხია ნახეთ. ესეც ეს ტელაუდერის ომადები. ხარიფერები, მაგრამ უკვე საშინელი სიტუაცია, ანუ ეს ფასაკლებად დაიწყო ხუთშაბათს. ჩვენ ვერ მოვახერხეთ და მოვედით დღეს. ხვალაც არის ეს ტელაუდერიც ღირს $30. აქვე არის ესეც კლინიკის პომადები და პროდუქცია. ამის ფასი, სავარაუდოდ ესეც $30 იქნება, როგორც სხვა ბოქსის პროდუქციაც. აქვე არის ეს გლოსები. ესეთი, ალბათ ესეც $30 ეღირება. არ ვიცი ამათი ფასი. როგორ არის, აქ არის ტესტერები, რომელსაც ნახავ. ტონალურები, ეს არის კლინიკის და ესეთი, ნახეთ, ესეთი მეებში არის გადამოსხმული, რომ ფერები ნახოთ. ბრაუნი სტიკი, რომელიც ღირს $19. ესენი სულ ყველა ეს არის პუდრი, რომელიც $20 ღირს. ეს ტელაუდერის ეს WE არის, კი, ეს WE არის, რომელიც აღირს 33 და 50. ის აღირს 55 და პლუს ტაქსები რა. და ძალიან ესეთი კონსილერიც არის ეს ტელაუდერის, რომელიც აღირს $23, ბრონზერი ღირს $26. პლუს აქვს კიდე სხვადასხვა შეთავაზებები, ნახეთ, ანუ თხევადი ტონალურები 6 წალი $80. აქ არ შედის ტომ ფორდი და ბობი ბრაუნი ოღონდ. დანარჩენი ეს ტელაუდერი და მაკი შედის. კარგია, თუმცა ძალიან რთულია აი ესეთ სიტუაციაში ფერები არჩიო, ნახეთ რა ხდება. ძალიან საგიჟეთია უკვე, მაგრამ კარგი შეთავაზებებია, ვინც ხმარობს ამ პროდუქციას და ამათ რაღაცებს. დილები. რომელიც ღირს $19. და ესეთები კიდე. ნახეთ, ვაიმე, და სიბჭყვიალი, ნახეთ. ეს ღირს $7. როგორც გითხარით, უკვე ისეთი ამბავია. ტესტერები ვით არის ესენი, ესენი ღირს $7.50. ეს ძალიან ლამაზია. ვნახო ხელზე ის მომეწონა. ძალიან ლამაზი იქნება თვალზე. ამას წავიღებდი ჩემთვის. ბაბისაც მოეწონება მერე.